ბაქარ, კომპანია აბჯარში რომელი ჯავშანჟელი ტესტება დღეს? ჩვენი სიამაყე მოდელი ნომერი 7, რომელიც არის ჩვენი უახლესი მოდელი. მაგრამ პრინციპში საუბრის მაგალითად ჯობია ჩვენს მომხმარებელს საჭირო. რა თქმა უნდა. ეს ჩვენ ტესტავთ ფარული ტარების ჟილეტს, სხვადასხვა კალიბრები. ტესტი ნომერი 1, შელოკო 42, კალიბრი 9.7. კოლტ, კომანდერი 45 კალიბრი. მაკაროვი, კალიბრი 9.18. ბლოკ 19, კალიბრი 9.19. TT, კალიბრი 7.62, 25. ტესტი ნომერი 6, R9, კალიბრი 9.19. ჯავშანჟილეტის გატესტვა მოხდა არასტანდარტული მეთოდით, რადგანაც NIG კატეგორია საერთაშორისო კატეგორია ითვალისწინებს 3 ვაზნას, ან 44 მაგნუმს, ან 9-19-ს სამგასროლს. რაც შეეხება მოხვედრების რაოდენობას არის 9 და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის რა ხდება შიდა მხარეს. რა თქმა უნდა, შეღწევა არ გვაქვს. ჯავშანჟილეტმა იდეალურად შეინარჩუნა არქიტექტურა და გლუვის ზედაპირი. მაგრამ ახლა უფრო საინტერესოა თვითონ მანეკენს, ამ შემთხვევაში სხეულის იმიტაციას რა დაემართა ჯავშანჟილეტზე მოხვედრილი ვაზნების გამო. მოდი ვნახოთ ჩვენი რობერტი როგორ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მას მცირე დაზიანებები აქვს. ჩალურჯებების სახით, იმიტომ რომ ჯავშანჟილეტიდან კინეტიკური ენერგიის გადაცემა მცირე ჩალურჯება ან მცირე ტკივილი აუცილებლად გამოიწვია. მაგრამ თავარია რომ ის დარჩა ცოცხალი. ის დარჩა შეუღწეველი და მის ორგანოებს არ შეეხო ვაზნები.